საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებმა კი ხვალინდელი მატჩის წინ ვარჯიში და პრესკონფერენციები გამართეს. ფრანგთა მთავარი მწვრთნელის დიდიე დეშამის განცხადებით მისი გუნდი საქართველოში 3 ქულის ასაღებად ჩამოვიდა. თემურ ქეცბაია კი ქართველ გულშემატკივარს ბოლომდე ბრძოლასა და შედეგზე ორიენტირებულ თამაშს დაპირდა. მატჩი დინამო არენაზე თბილისის დროით 22 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. ფინეთთან თამაში შეიძლება ითქვას, რომ იქ წდება შეიძლება ისე ითქვას მესამე ადგილის ბედი, მაგრამ ის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ხვალინდელ თამაშზე არ გამოვაგვართ იმ ხალხს, ვისიც გამოყვანა გვინდა, ყველა ის ოპტიმალური შემადგენლობა, რომელიც ჩვენთან არის და ჩვენ ფიქრობ, რომ გამოვიყვანოთ, ყველა ის ფეხბურთელი ითამაშებს ხვალინდელში. ახლა რო გითხრათ, რომ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და სულ თავდასხმაში ვიქნებით, ალბათ მოგატყუებთ, ამიტომ ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ პირველ რიგში ჩვენი დაცვის ხაზი იყოს დაცული. საქართველოს ნაკრებს სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. ცალკეულ ფეხბურთელებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიცით, რომ საკმაოდ შეკრული და ორგანიზებული გუნდია. ხვალინდელ მატჩში ქართველ ფეხბურთელებს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერაც ექნებათ, რაც საქმეს ერთიორად გაართულებს. ძირითადი შემადგენლობა უკვე შერჩეული მყავს. ქართველთაგან რამდენიმე ფეხბურთელს გამოვყავთ. ესენი არიან ანანიძე, თარგამაძე და ოქრიაშვილი, რომლებსაც ჩვენთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ. ამიტომ ჩვენი გუნდი მოულოდნელობებისთვის მზად არის და სრულიად უხდით ემზადება. À lui de confirmer, peut-être qu'il pourra